აი ნახეთ რა რამდენი ვარ რა არის გაბრაზებული ხალხის სალახო ხედავთ აი ჩუკი ჩაგვიქრეს ეს რა ოპეტური ვერ დაახშობს ჩვენს ხმას 11-ის ნახევარზე ყველანი გუბერნიას არა აი ამ შენობასთან მოგესალმებით აბა ჩემო ძვირფასებო და განსაკუთრებულებო ესე იგი როგორც იცით ჩვენი აქცია არის დაგეგმილი დღეს და 11-ის ნახევარზე ყველა უნდა ვიყოთ იქ უნდა დავიზრდეთ აქედან ვინც არის იცის შეეხბიანეთ ვინც 10 საათი იცის უთხარი მეც ძალიან მიყვარხართ ჩემი ცხოვრება გეკუთვნით თქვენ აი ნახეთ რამდენი ვარ ნახე იგივე წამოვიდნენ უკა გაიხედეთ ახი ესას თავიჭერიდეთ აი შეხედეთ მეგობრებო რამდენი ვარ მე ნახეთ რამდენი ვარ ბარობიჭები აი რა გაპოზიცია თქვენს აბსურდულმა კანონებმა გამოაღვიძეთ თემდოსადოს და თქო და ეს ხალხი გას მიშას გვერდით და მიშა დგას ამ ხალხს მიშა გახედე მე-12-დან ლამარაბები აგიგებს იმასა გაჩერე მათ ხმას მოგესალმებით ბატონო მიხეილ როგორ გძანდებით ძალიან კარგად წყობაზე ვარ როგორ შეიძლება იყოს ცუდად როცა ამდენ გულათებულ ადამიანს ხედავ თუ შეიძლება ვითარება რომ უშოთ ორი სიტყვით ესე იგი ჩვენ ახლა 11-ის ნახევარზე ვიგრძნობით გუბერნიას და ძალიან მარტივად მოგახსენეთ რატო გვაპირებთ იქ ბიზნესს როგორც იცით ლოს-ანჯელესში შემოიღოს ყველაზე აბსურდული კადრები ბუქნი ნომერი 723 რაც 5-დან ზევით უფრო მეც ადამიანს შეკრებას უკრძალავს თუ ეხლა უკრძალავს ეს არის სრულიად აბსურდული კადრები რუსული მატარების ფონი კადრები რომელიც ითვალისწინებს თავისუფალი სიტყვის დახშობას ამიტომ ვიგრძნებით გუბერნიასთან დანარჩენს იქ მოგახსენებთ შემოწიფას აბა დავით ვარგას რომ მიმართოთ ორი სიტყვით როგორ დავით ვარგას გუბერნატორს რომ მიმართოთ ორი სიტყვით არ ვიცი მე ჯერა რომ ჩვენი გუბერნატორი არის დავდვილი პატრიოტი ადამიანი მაგრამ ეს საფუძველი ეს ბრძანდები საფუძველი ის είναι არა უჩეს ეს არის ბუნებრივი ხალხი არის გაბრაზებული შეფუწარას და ბრას ვინ ბალავე ჯო ვეი გაგიბარჯოთ ჯო ბატონო მიხეილ ესე იგი თქვენ ნაპოლეონს გუბერნიაში მოსვლას მე სად მოვალ და სადარ მოვალ აბაზე პასუხს გაგცემ თვითონ თავად ხალხი აბარა ეგრე აბა მოკალაკე მე თქვენ გაზნებ ასე გადაკეთე ჩამომიშვი ეს ამაკასე აქვს გადაკეთე ნელა არ გაიწევ გადაკეთეთ უკან გზაზე გადაკეთეთ მოგესალმებით ჩემო განსაკუთრებულო და მაგარო ხალხი როგორ ახართ ხო ხართ ბრძოლის გაწყობაზე ზოგიერთ ფაჯრიდან რო იყურებია კაცო გორიათ რომ დავიყალეთ მაგრამ მინდა უპასუხობათ რომ ჩვენ არ დავიკლებით და არ გავჩერდებით ახლა ვიწყებთ ფიშა აქ არის ფიშა ჩართულია და ტურბოთ ჩართულია თქვენთან ერთად რა თქმა უნდა ჩუმა დიდება ჩვენს სამშობლოს კაცო იყურეთ და ხედავთ დაბდვილ ენერგიას თქვენ ხართ დაბდვილი ძალა რომლისაც ეშინიათ ზოგიერთებს დღეს ჩვენ აქ არ ვართ უბრალოდ მოთამაშეები ჩვენ ვართ დაბდვილი ქარიშხალი რომელიც დააშრობს ჭამს და შესრულებს ყველა უსამართლობას ასე რომ მოიმზადეთ ლოს-ანჯელესში შემოდის დაბდვილი სინათლე რომელსაც ვერც ერთი მაღალჩინოსანი ვერ გააჩინოს კაცო
რასაკეთებ თავრობა? მე გეტყვი რასაკეთებ თავრობა? თუ კი ვიხარ დაწყლარდი? რასაკეთებ თავრობა? მე გეტყვით რასაკეთებ? დღეს ჩვენ აქ გავართ, იმიტომ რომ ლოს-ანტოში შემოიღეს ყველაზე აბსურდული კანონი. ეს არის ეს გულისხმობს 7 დასაბუხს, რაც 5-დან ზევით ადამიანს შეკრებეს ერთ ადგილზე უკანონოდ დაწესებს. რა ოპეტურებაა? ეს არის ნამდვილი რუსული კანონი, ეს არის კატასტროფა, ეს არის თავისუფლების შეზღუდვაც. ისეს რომ კითხულობ. რუსებო. ასე რომ ეს კანონი დაუყოვნებლივ გასაუბრებენ და ისეს რომ კითხულობ. ხვიჩა. გაჩერდი შენი ურიჭო ხუმრობებით კაცო და თუ არ გინდა გაიწია ხვიჩაკია. მე გესპით რა ხდება კაცო? ვუსმინოთ მიშას. აბა კულტურასაც კლავენ. ჩავიწიოთ სერი და ქვევი. წარმოიდგინეთ, შეიკრიბა 4 ნიჭიერი ადამიანი ოპერის წინ. უდად სიმღერა ხელოვნება თუ ეხა ხო გესმით ძალიან. როგორც კი მეხუთე ბას მისცემს აღმოჩნებია კამერულ ოპერაში კაცო რა ოპეტურებაა ეს. აბიტო. მე ამ კანონს ვცდილობენ დაახშონ ხალხის ხმა. დაამკვიდრონ დიქტატურა როგორც ეს მოხდა რუსეთში, როგორც ეს მოხდა ბელორუსიაში, როგორც ეს მოხდა ჩრდილოეთ კორეაში და როგორც ეს მოხდა სამწუხაროდ სადღაც ჯორჯიაში. ასევე ვიდა მივმართო გუბერნატორს კაცო. მე ვიცი რომ ეს მივმართა ვაკითა. მე ვიცი რომ პული შესტკივა მას ჩვენს კალახს. ნამდვილი პატრიოტია ესეც სვენია კაცო, ეს არა უშვის. მაგრამ ვინ შეაჩეჩა ეს პუცელი ამ აბსურდული კანონით კაცო, ამ პატრიოტ კაცს. ვინ მოაწერა ხელი ამ სისულელეზე მე არ ვიცი. ვიღაცა ჩინოვნიკის ის იქ რომელსაც 5-ზე მეტი ციფრი არ იცის და რაღაცა აბსურდულ კანონებს იღებს. გუბერნატორო, გამოდი ჩამოდი კაბინეტიდან, ადექი მაგ გაბტბარის კაბინეტი რომელიც საერთოდ მე გაგიტყვე და დაელაპარაკე შენ ხალხს. მოაშორე ეს რუსული კანონი ჩვენს კალახს. აბა რა? დაუყოვნე. ვით და ასე მიმართო ჩემთვის განსაკუთრებულ ძირფას პოლიციას, რომელიც ფეხზე წამოყენებაზე თავის დროზე ღამეებს ვათენებთ თქვენთან ერთად. და ჩემო ძირფასო პოლიციელებო. ვიცი რომ თქვენს გეცილებათ ამ აბსურდ კანონზე, მაგრამ გიყურებთ და თქვენში ვხედავ ნამდვილ პატრიოტებს. მოეცახურებით კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და მათ აბსურდულ რუსულ კანონებს. მოიცავთ მათ ჩაკეტილ კაბინეტებში. ეს ყველაფერი მე ხალხს აუშენე, ეს შენობები და ეს კუჩები, ეს კაბინეტი მე ხალხისთვის ავაშენე და ეს ქალაქი ყველაფერი გაუკეთებე ხალხს და თქვენ ხალხს უწევთ გაერთი გაფუძნას რა ოპეტურება. პატარა მუშ რა უნდა გიღალადო და ხალხში დადექით ყველა. ხალხში არია ვარ არა მე მუშას გალატობ გაიხარეთ მეც თქვენს გეჭირთ. რა ყოველი ტერიტორია წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავდებით. როლაიციერ ბედრაიციერ. რა უსაბართლობაა ხო ხედავთ ხო? აბიტობ ზარა საქართველოში ასე მოხდა. ის ესრე შენ ბიჭო, მიშას როგორ ეცროლე შეიარათ. დროულად გავაკეთოთ. შეიარათ. აი ეს პოლიცია რომელიც ხალხს ესეთი უნდა იყოს ხალხის ხერხემალი. წაქცეული კაცის დაჭერები არ ვიცი. ადამიანი უნდა წამოაყენოს და დააყენოს სწორ მიმართულებით. ასე რომ მე მოუწოდებ მერს და მის მოადგილეებს ვიც არიან გამომწადენ აქედან ადგენენ იმ ალბათ თაგვისებო მიძებებული ის გავს. მოაშორონ ეს კანონი და მოაშორონ ეს განუკითხავება ლოს-ანტოში. და ეს გიჯური კანონი მათ შორის. რომელიც 5 ადამიანს რო შეიკრიბოს, ეს არის დანაშაული კაცო. როგორ ეშინიათ 5 ციფრის? თუმცა ეხლა თუნდაც არ იცი არ მეტი. აი ყოჩა, ეს სხვათა შორის ვიუაპეთ და გავიცავს. რა ბაწავედით? აი ყოველთვის საბაყოფი. ჩემი იქით. წავედი აბა მეგობრებო.
სად არის მაგრამ ჩემი თავდაკუდელებს მე ესე ვერ ვიბათ მივატოვებ ზვია თვითონ დააკავეს არა და